მოგესალმებით, მიმდინარე ვიდეოში თქვენ შეისწავლით კომპანია HD Forex-ის მიერ შემოთავაზებული JForex პლატფორმის გადმოწერას და დემო ანგარიშის გახსნას. ამისათვის შევდივართ HD Forex-ის ვებსაიტზე და კატეგორიაში ვაჭრობა გადავდივართ სავაჭრო ტერმინალებში. როგორც ხედავთ, HD Forex-ი თავაზობს ორი სახის ტერმინალს, ეს არის JForex და Pinaris. JForex-ის გასაშვებად აუცილებლად უნდა გიყენოთ Java 1.7 ვერსია, ან უფრო ახალი. თუ არ გიყენიათ, დაგიკავთ ლინკს და განაახლებთ თქვენ Java-ს ან გადმოწერთ მას. შემდეგ ვტვირთავთ JForex პლატფორმას. ხსნით დემო ანგარიშს. შევდივართ დემო ანგარიშში. ვირჩევთ Self Traders. და ვავსებთ შესაბამის მონაცემებს. აქ არის ჩვენი სახელი, უნდა მივტითოთ გვარი, ელექტრონული პოსტა, რომელზეც მოგვივა ლოგინი და პასვორდი, ჩვენი ნომერი, ქვეყანა, რომელშიც ვიმყოფებით და ის თანხა, რომელიც გვინდა რომ ტერმინალში აისახოს. მაგალითად 10,000 დოლარი. შემდეგ, როდესაც დავკლიკავთ Get Demo Account, ჩვენს ელექტრონულ პოსტაზე მოგვივა შესაბამისი მონაცემები, რომელიც უნდა შევიყვანოთ უკვე გადმოწერილ პლატფორმაში. ამისათვის ვხსნით ჩვენს პლატფორმას, ველოდებით სანამ Java ჩაითვირთება. შევყავთ ელექტრონულ პოსტაზე მოსული შესაბამისი მონაცემები, ეს ლოგინი და პაროლი, ვირჩევთ ენას, ანუ პლატფორმის ინტერფეისს, რა ენაზეც გვინდა რომ იყოს და ვკლიკავთ ლოგინს.